თუ თქვენ ოდესმე იმეილი მიგიღიათ, უსაფრთხოების მიზნით მაინც შეგიმოწმებიათ დანართი დოკუმენტი. იმეილები იგივე ელექტრონული წერილები ჰაკერების მხრიდან პერსონალურ კომპიუტერებში შეღწევის საუკეთესო საშუალებაა. ვირუსის ან კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ჰაკერებს შეუძლიათ გახდნენ პერსონალური კომპიუტერების ნაწილი და მისი მართვა შორი მანძილიდან შეძლონ. რენდი ვიკერსი შინაგანი უშიშროების დეპარტამენტში კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანიის დირექტორია. მისი თქმით, ბევრ კომპიუტერს ადეკვატური უსაფრთხოების პროგრამაც არ აქვს დაყენებული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდ დასმითი ცუდი ბიჭი არ არის. კომპიუტერი უბრალოდ კომპრომისული აღმოჩნდა და ეს ბოტნეტში ერთ-ერთი ზომბია. ეს ის ცხელი წერტილია, რომელსაც ღვიძლიანი ადამიანები იყენებენ. კომპიუტერული ექსპერტები ადასტურებენ, რომ ტექნიკის პროგრესთან ერთად ჰაკერები მეტ შესაძლებლობებს ავითარებენ. სწორედ ამიტომ, როგორც პერსონალურ, ასევე სამთავრობო კომპიუტერებში დამცავ პროგრამებს დიდი ყურადღება ენიჭება. ვიკერის თქმით, კიბერ უსაფრთხოება არის ის, რაც ბევრმა კომპანიამ მხოლოდ ახლახანს შემოიღო. პირველი მანქანა, რომელიც შეიქმნა, ისეთივე დამახინჯებული იყო, როგორც მოდელი T. არ ჰქონდა უსაფრთხოების ღვედები და საქარე მინა. მაგრამ ამ დროის მანძილზე რა ვქენით? ვისწავლეთ წარსულზე დაყრდნობით მომავალი მოთხოვნების განჭვრეტა. სტივ ლუკასი კი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც კიბერშეტევების ვერსიებს თვალყურს ადევნებს, ამბობს, რომ როდესაც ჰაკერი სისტემაში ხვდება, დაცვის შესაძლებლობა ნაკლებია. მე იმას ვგულისხმობ, რომ თუ შენობის კარიბჭეში შეაღწევ, შემდეგ სხვა კლიტეები გვხვდება. ასე რომ პირველი მცდელობა შესვლას არ ნიშნავს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ლუკასიკმა ღრმად შეისწავლა, ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმა, მაგალითად, ელექტროსადგურებსა და ელექტროენერგიის მიწოდების ქსელზე. კიბერშეტევის არსი რაღაცის გატეხვაშია. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ხალხის უმრავლესობას აშფოთებს. მაგრამ თუ თქვენ ქვეყნის დაზარალება გსურთ, ისეთი რამ უნდა გააკეთო, რის აღდგენასაც დიდი დრო დასჭირდება. 2007 წლის ამერიკის მთავრობის მიერ გამოშვებულ ვიდეოში ჩანს, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს მსგავსი ქმედება. ვიდეოში მასიური ტურბინიდან თეთრი კვამლი გამოდის, შემდეგ ინჯღრება, მაგრამ სისტემის მაქსიმალური ტემპერატურის შემდეგ კიდევ დამატებითი კვამლი გამოდის. ლუკასიკის თქმით, ერთი მსგავსი პრობლემა საშიში არ არის, მაგრამ რამდენიმე უკვე სერიოზული კატასტროფაა. თუ თქვენ ამას ერთ დღეში ან კვირაში 500-ჯერ გააკეთებთ, ელექტროგენერატორის წარმოების ტევადობა გეტყვის. დიდი მადლობა. სიაში ჩაგსვავთ და რამეს სავარაუდოდ 2013 წლისთვის მოგაწვდით. ლუკასიკის თქმით, სანამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ელექტრო და კომუნიკაციების სისტემის დაცვის მზადება მიდის, კიბერსაფრთხის წინაშე გამოსავალი არ ჩანს. გამარჯვებული ექსპერტების თქმით, საქმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის ბოძის შედგმასთან გვაქვს, რომ მქონდეს ახალი შეტევებისგან თავის დაცვის საშუალება. მათი თქმით, კიბერმუქარა მუდმივი ომია, რომელიც არასდროს დასრულდება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.